გუშინ ჩატარდა ეგრეთ წოდებული სასამართლო სააპელაციო სხდომა ვინმე ოთარაშვილის მეთაურობით ადვოკატებმა და თვითწოდენ გამსახურდიამ დააყენა სასამართლო პროცესზე მისი დასების აუცილებლობის შესახებ. მოგესალმებათ, რომ 19 ივლისს სასამართლომ უკანონოდ თუ შეიძლება ითქვას გააძევა წოდენ გამსახურდია პოლიტბაგიმარის წოდენ გამსახურდია და რამოდენიმე ადამიანი კიდევ დააჯარიმა. აქედან გამომდინარე მას აქვს თვით ამათი კონსტიტუციის უფლებებით აქვს ესე იგი იმის გარანტია რომ დაესწროს სასამართლოს და თავი იმართლოს. მაგრამ გუშინდანმა სხდომამ მოსამართლე ვინმე ოთარაშვილის ხელმძღვანელობით გამოიტანა განჩინება რომ არ დასწრებოდა და არ დაესწრება სააპელაციო სასამართლოს სხდომას წოდენ გამსახურდია. ეს იმას ნიშნავს რომ უკვე ყველაფერი დაწერილი არის უკვე ზევიდან არის უკვე პოლიტიკური რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნულობის პოლიტიკური სასამართლო გახლავთ და აქედან გამომდინარე წოდენ გამსახურდიას როგორც პოლიტპატიმრის გამოჩენა საზოგადოებაში არ აწყობთ არავითარ შემთხვევაში. თორემ მას აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ადგილობრივი კონსტიტუციის შესაბამისად მას აქვს უფლება იმისა, რომ დაესწროს სასამართლოს და თავი იმართლოს. ნებისმიერ სასამართლოში ასახდება და თვით ფიურერის სასამართლოშიც კი ქონდა ბრალდებელს, ესე იგი გასაჯერს, რომ დასწრებოდა სასამართლო პროცესი. და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მტკიცებოდეს ვაცხადებთ ამ სამარცხვინო სააპელაციო სასამართლოს წინაშე და მე როგორც ადამიანთა უფლებების დამცველი უკვე ვაცხადებ პროტესტს და მის სასამართლოს თემაზე აღარ შევარ. იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს. აზრი რაღაც ეს ყველაფერი დაწერილი არის. თავარი შემოქმედი პირი რომელიც უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესზე არ დაასწრეს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ სააკაშვილის რეჟიმს არ სურს რომ პოლიტბაგიმარის წოდენ გამსახურდია როგორც საჯაროდ განაცხადოს თავისი პოლიტიკური მწამსი, თავისი განცხადებები და სხვადასხვა მინდა გითხრათ რომ იმ განცხადების სკანდალური განცხადების გამო იქნება გაძევებული ამ წლის 19 ივლისს სასამართლო სხდომიდან და ეს იყო უსამართლო განჩინება ეს და აქედან გამომდინარე უკვე ფაქტია ისე რომ ოთარაშვილი რას გამოვიდეს განაჩენს. დატოვებს რასაკვირველია იმ პირველ ინსტანციის თუ შეიძლება ითქვას განჩენებას, განაჩენს და კიდევ ერთხელ ვაცნობთ რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, სასამართლო არის სამარცხვინო უბლაშვილისა და სოროსოვის სასამართლო.